ამ შაბათს კონორ მაკგრეგორი დაბრუნდება და დაუპირისპირდება მაქს ჰოლოვეის. ჰოლოვეისთან რემატჩი ჩაინიშნა, რომელიც ძალიან დიდი ხნის შედგა და ამ ბრძოლას ძალიან ისე უყურებენ. ზოგი ფიქრობს, რომ მაკგრეგორს შანსი არ აქვს, ზოგი ფიქრობს, რომ პირიქით მაკგრეგორი დაბრუნდება, მინდა რომ 1-2 სიტყვით შევაფასო ეს ბრძოლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი კონორ მაკგრეგორი დაბრუნდება. დაბრუნდება ისეთი, როგორიც იყო დასტინ პორიესთან რემატჩი, სადაც მაგადაპარსული იყო და ას კრივის თენსით ჩხუბობდა, ფლოიდის გავლენა იყო ალბათ, იმიტომ რომ ფლოიდისთვის რომ ემზადებოდა და კრივში ძალიან დიდი დრო გაატარა, მერე პორიესთან ას კრივის თენსი გადმოიტანა. რამაც თან წარმატება პოვა, მაგრამ თან წარუმატებელი აღმოჩნდა მაინც ეგ ბრძოლა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ეყრდნობა მის წინა ფეხს და საბოლოოდ დასტინ პორიემ ქალფკიქები დაუზიანა ფეხი და დაანოკაუტა, მაგრამ იყო რა პირველ რაუნდში მომენტები, სადაც მაკგრეგორმა დარტყმები გაუტარა პორიეს და თან პირველი რაუნდი თუ სწორად მახსოვს საჯების გადაწყვეტილებით მოიგო კიდევაც ფურცელზე, მაგრამ ფულებამდე არ მიდის ხოლმე როგორც წესი მაკგრეგორის ბრძოლები. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ის მერე ტრილოგიაში როგორც დაბრუნდა ჩვეულებრივი ძველი კარატის დგომის მაკგრეგორი დაბრუნდება და შემოგთავაზებს თავის შოუ სტილში სანახაობას. ასეა თუ ისე, მაინც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის იმაზე თუ როგორი გამძლეობა იქნება მაკგრეგორს და რამდენად შეძლებს რომ მისი თამაში მოახვიოს თავს მაქს ჰოლოვეის. მაკგრეგორი კი ძალიან დიდი ხანია რაც არ უჩხუბია, მაგრამ ჩემი აზრით მაკგრეგორი იმიტოა მაკგრეგორი, რომ ახლაც კი აქვს რაღაც შანსები და ზოგადად რა მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მომწონს რომ მაკგრეგორი დაბრუნდა ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ, როგორც არის მაქს ჰოლოვეი და არა ვინმე სხვა რაღაც ბამი, რომელიც ხორცად გრუშად იქნებოდა შეგდებული კონორის წინააღმდეგ. იმიტომ რომ თუ კონორს რეალურად მართლა უნდა რაღაც დაამტკიცოს და დიდი დაბრუნება გააკეთოს, ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ უნდა მოიგოს, როგორც მაქს ჰოლოვეი არის. ას ლეგენდარული მებრძოლი, რომელიც შეიძლება სტილისტურად აწყობდეს და ეხლა ახსნით სტილისტურად რატო შეიძლება რომ აწყობდეს. მაქს ჰოლოვეი ძალიან უყვარს რა, ვოლუმ ფაითერი არის, ანუ ძალიან რაოდენობაზე და ტემპზე აქცენტირებული მებრძოლი არის, რომელსაც როგორც ასეთი one punch KO power არ აქვს. კი იქ კორეან ზომბი გათიშა ერთი დარტყმით ძალიან ბრუტალურად, კი იქ ჯასტინ გეიჯი გათიშა ბოლო წამზე, მაგრამ როგორც ასეთი მაქს ჰოლოვეი მაინც არ არის ისეთი მებრძოლი, როგორც არის თუნდაც თვითონ კონორი, ან ილია თოფურია, ან ჯასტინ გეიჯი, რომელიც რაღაც ერთს დაარტყავს და ყრუ ნოკაუტში ჩააგდებს თავის მეტოქეს. თამასთან თან ჰოლოვეის ძალიან უყვარს პირდაპირი დარტყმები. პირდაპირი დარტყმები კი არის ის, რაც მაკგრეგორს შანსს აძლევს, რომ თავისი counter punch-ები გააკეთოს. ძალიან კარგი დისტანციის გრძნობა ჰქონდა თავის პრაიმში კონორს და ზუსტად თავისი ეს კონტრ დარტყმების უმეტესობა მარჯვენა კროსის წინააღმდეგ მოდიოდა. იქ ჯოზე ალდო მარჯვენა ოვერჰენდი უფრო ისროლა ვიდრე კროსი, მაგრამ მაინც ეს მარჯვენა აიცილა, მარცხენა დაუბრუნა, გათიშა. ედი ალვარესაც მარჯვენა კროსი გადააგდებინა ძალიან სწორი ტერმინია ამ შემთხვევაში, აიცილა, მარცხენა კროსს დაუბრუნა. იქ Cage Warrior-შიც თუ გახსოვს მეორე კამარი მოიგო ბუჩინგერთან იქაც, მარცხენა კროსზე გადაიხარა, მარჯვენა კროსზე გადაიხარა, მარცხენა ჩაუსაყვაში და გათიშა. რეალურად კონორის ეს counter punch-ები მოდიოდა ყოველთვის პირდაპირ დარტყმებზე. ჰუკებზე, როდესაც დასტინ პორიემ ჰუკები დაიწყო და გაუტარა მეორე რაუნდის ბოლოს, მან დააფინიშა კიდევაც შესაბამისად კონორის წინააღმდეგ პირდაპირების გასროლა უფრო სახიფათო არის ვიდრე ჰუკების გასროლა ალბათ. წვდომში ძალიან დიდი უპირატესობა ექნება კონორს ჰოლოვეისთან შედარებით, თუ სწორად მახსოვს 188 სანტიმეტრი, 185 სანტიმეტრი აქვს წვდომი კონორს და 175 ჰოლოვეის, ეს ძალიან დიდი სხვაობა არის, განსაკუთრებით ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ, როგორც კონორ მაკგრეგორი არის, მაგრამ საინტერესოა ვინ როგორ game plan-ს აირჩევს. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ გავიგოთ ცენტრს ვინ დაიკავებს. იმიტომ რომ კონორ მაკგრეგორი თუ ცენტრს იკავებს და გაწვება ძალიან კარგი მებრძოლია. თან რომ გაწვება თავისი ამ წნეხით და ფეინტებით გაიზრდებს, რომ დარტყმა გადმოგაგდებინოს და მე ამ დარტყვაზე კონტრდარტყმა დაგიბრუნოს ხოლმე. მაქს ჰოლოვეი მეორეს მხრივ, როგორც მეორე ნომერი კარგი მებრძოლი არის, მაგრამ ამ ბრძოლაში ძალიან ლოგიკურია, რომ ამჯობინოს, რომ პირველი ნომერი იყოს, ან შეიძლებაც და სხვანაირად ფიქრობდეს და მეორე ნომრობა არჩევინოს და ორივეს გავშლი რატო? მეორე ნომრობა, იმიტომ რომ თუ პირველ ნომრობას აიჩევს ჰოლოვეი, მაშინ მოუწევს რომ კონორს შეასკდეს. შესკდომაში კი კონორის შანსები იზრდება, იმიტომ რომ კონორმა თუ უნდა მოიგოს ნოკაუტით და ნოკაუტის ალბათობა იზრდება შესკდომის დროს. შესაბამისად შეიძლება ჰოლოვეიმ უფრო უსაფრთხო ტაქტიკა აირჩიოს და უკანა ფეხზე გადავიდეს, წრეები ურტყას, კარდიოზე იმუშაოს, გაწელოს ბრძოლა და ლოგიკურად მეიყვანოს გამარჯვებამდე ეს დაპირისპირება. მაგრამ მეორე მხარე არის
თუ ჰოლოვეი შეასკდება და მაგრეგორს უკანა ფეხზე გადაიყვანს, კონორი მეორე ნომრად ძალიან ცუდი მებრძოლია. ანუ თავის კონტრ პანჩებს როგორც მეორე ნომერი ვერ სვავს ხოლმე. გალიიდან ძალიან ცუდად ჭხულობს. აი, ისევ და ისევ პორიესთან რემატჩი რო გავიხსენოთ, ეს დარტყმები, მძიმე დარტყმები და ნოკაუტი მაშინ აიკიდა, როდესაც მეორე ნომერობაზე გადავიდა და გალიისთან მიიწვდიეს ეს. ასევე აუცილებელი არის ჰოლოვეის გეიმ პლანები ზოგადად როგორ იყო ხოლმე ადრე შედგენილი, ეგეც გავიხსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი მებრძოლი არის და ძალიან ხშირად იყენებდა ხოლმე კიკებს. კიკებს იყენებდა ილია თოფურიასთანაც და ცდილობდა რომ დაეზიანებინა ფეხი. კონორ მაგრეგორის წინააღმდეგაც ამან შეიძლება იმუშაოს და ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ კონორი თუ ფართო სტენსით გამოვა, მაგრამ სულ რო კარატესთან კრივის დგომით გამოვიდეს, კონორის ფეხები ყოველთვის განიერი არის, შესაბამისად ყოველთვის კარგი სამიზნეარი ხოლმე მისი მეტოქეებისთვის და კარგი საშუალება არის რომ კონორს დაუზიანო ეს წინაფეხი და მოძრაობა შეუზღუდო და მერე უკვე გეხსნება რა ვარიაციები კონორის წინააღმდეგ. შესაბამისად ჰოლოვეიმ შეიძლება იქ ჩართოს. ასევე ჩემი აზრით როგორც ჯასტინ გეიჯისთან მიჭხობა და როგორც შეეცადა რომ ტანზე გაიკეთებინა აქცენტი რომ კარდიოს მიმართულებით გეიჯი კიდევ უფრო დაეღალა, ანალოგიური სტრატეგია კონორის წინააღმდეგაც ძალიან ჭკვიანური იქნება თუ გააკეთებს კარდიოზე აქცენტს, იმიტომ რომ კონორი არასდროს არ გამოირჩეოდა მაინც და მაინც დიდი გამძლეობით და კარდიოთი და თუ ტანს კიდევ უფრო დაუტვირთავს, კიდევ უფრო განადგურებს იმის შანსებს რომ კონორის რაღაც ლეით რაუნდებში ხარისხიანი იყოს და კიდევ უფრო გაიმარტივებს ცხოვრებას. მაგრამ მეორე ფაქტორი არის კონორის მხარეს. What if კონორი იჭიდავებს? აუ რას თანდაჯავენ. რა მოხდება თუ კონორ მაგრეგორი აჭიდავდება? და ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება კონორის მხრიდან ეს აჭიდავება რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის რომ ჰოლოვეი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოჭიდავე, ვინც კი მინახავს მე UFC-ში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მებრძოლი არის, არასდროს დიდ მოჭიდავესთან არ უჩხობია და თუ უჩხობია ოლივეირასთან ნახეთ როგორც დასრულდა. ოლივეირა ჰოლოვეის ბრძოლაში ყველაზე მეტად მე ის მომეწონა, რომ ჰოლოვეი საერთოდ არც გაურისკავს, არც კი უცდია რომ ამდღარიყო ფეხზე, არც კი უცდია რომ ზურგი შეექცია. ანუ წააგე ხო 4 რაუნდი, მე-5 რაუნდი იწყება. რა აზრი აქვს 50-45 წააგებ თუ დაგახჩობენ რა, სადღაც როდესაც BMF ბელტს იდევს კამარზე. ამ შემთხვევაში და ზოგადად მოგებადებს რა სასწორზე. ადექით სადე, არა, საერთოდ არ უცდია, იმიტომ რომ ვერ ცადა, ანუ არ არის ეს მის არსენალში რა, იმიტომ რომ ყოველთვის მეტწილად სტრაიკერებს ეჩხუბებოდა. კი, ბრაიან ორტეგა იყო მაგათაც უფრო გრეპლერი, მაგრამ ბრაიან ორტეგამაც კი მოახერხა 1-2 მომენტში, რომ ჰოლოვეი გადაიყვანა ბრაიან ორტეგამ, რომელსაც რეალურად ძალიან საშინელი ტეიქდაუნები აქვს და ვოლკანოვსკის ეჩხუბებოდა და ვოლკანოვსკიმ უბრალოდ არ გამოიყენა მისი ჭიდაობა და როცა გამოიყენა, წარმატებით გამოიყენა. ილია თოფურიამ როცა ცადა ჭიდაობა, წარმატებით გადაიყვანა. ანუ რეალურად ჰოლოვეის ეს ტეიქდაუნ დიფენსი საიდან მოდის, რავი, უფრო სტრაიკერები რო ცდილობდნენ ჰოლოვეის გადაყვანას მაქედან, მაგრამ ხო, სტრაიკერების ცდილობდნენ, მეგონება კონორ მაგრეგორი ის მოჭიდავე იყოს ბავშვობიდან. კონორის Instagram ძალიან აქტიურად ვაკვირდები მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ კონორის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის, როგორც ამ სპორტის. და ყოველთვის თუ ვარჯიშებიდან რაღაცას დებდა, ძალიან ხშირად დებდა ჭიდაობიდან ხოლმე. მაგასაც თავი რო დავანებოთ, ჩემი აზრით, კონორი მიწაზე და ასევე როგორც ჭიდაობის ხრივ გაცილებით განსწავლული და კარგი არის ჩემი აზრით, ვიდრე ამას ხალხი აფასებს. და თუ პლუს ამ ყველაფერს დაუმატებთ იმ ფაქტორს, რომ ეს ბრძოლა შედგება 77 კილოგრამ წოვით კატეგორიაში, სადაც კონორ მაგრეგორი კიდევ უფრო დიდი იქნება ჰოლოვეიზე, უფრო ძლიერი იქნება და ნაკლების დაკლება მოუწევს კონორს და კარდიოზეც ნაკლები გავლენა იქნება შესაბამისად ამ დიდ weight cuts, ხო? ჭიდაობის შემთხვევაში ჩემი აზრით კონორის შანსები ძალიან გაიზრდება. ამ 77 კილოგრამს კიდე აქვს დამატებითი ფაქტორები, იქ ის რომ მისი სადნოკაუტე დარტყმა გაზრდილი იქნება და თუ მოარტყავს ყბაში, ერთხელ უკვე გათიშული მაქვს ჰოლოვეი, რომელიც ილია თოფურიამ გათიშა, შეიძლება მეორეჯერაც გაითიშოს. მაგრამ რეალურად რო ვთქვათ, ხო, კონორ მაგრეგორმა ბოლოს კარგი ბრძოლა მოიგო ედი ალვარესთან, რომელიც იყო 2016 წელს, 10 წლის წინ. ბოლოს საერთოდ ბრძოლა მოიგო სერონესთან 20-20-ში, ანუ 5-6 წლის წინ. შესაბამისად, ეს არააქტიურობა კონორს დაღს აუცილებლად დაასვავს და ვერაფრით ვერ დაუშვებ იმ ფაქტს, რომ კონორი ისევ ის კონორი შემოვა, რომელიც ადრე იყო და რენგის ჟანგი ვერ იმოქმედებდა და ასე შემდეგ რა. ჰოლოვეიმ სამართლიან სამყაროში თუ MMA-ის ღმერთები არსებობენ და სამართლიანობას დაიცავენ, უნდა გადაუაროს მაგრეგორს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩემთვის თუ როგორ სტრატეგიას აირჩევს ჰოლოვეი იმისთვის, რომ კონორ მაგრეგორი დაამარცხოს. აირჩევს უსაფრთხო გზას,
შეიძლება რომ გაწელოს და decision-ით გაწუროს ეს ბრძოლა, თუ შეიძლება რომ რაღაც დაამტკიცოს და კონორს შეასკდება და იქ ცოტა რისკზეც წავა რომ დარტყმა მიიღოს და შეიძლება რომ გათიშოს და დააფინიშოს კონორი რაღაც შეშენებელურად. რადევს სასწორებზე რეალურად ამ ბრძოლაში. თუ ჰოლოვეი მოიგებს, დიდი არაფერი ჩემი აზრით. ანუ, რა ვიცი, კონორ მაკგრეგორი დაამარცხე, რომელსაც ბოლო წესიერი მოგება 10 წლის წინ ჰქონდა, რომელიც 37-38 წლის არის, რომელიც, რავი, ორი კვირა ხიზელია და მაგრა გვიხარია და ტარს უკრავს ამ ყველაფერზე. მაგრამ თუ კონორი მოიგებს, თავდაყირად გება ყველაფერი და რამდენი რაღაც შეიძლება რომ შეიცვალოს და მოხდეს საერთოდ ამ წონით კატეგორიაში. ამ წონით კატეგორიაში არა, უფრო ქვედა წონით კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ welterweight-ში ხდება ეს ბრძოლა, არ ამგონია რომ კონორმა გამარჯვების შემთხვევაში welterweight-ში გაიწიოს და მასზე დიდ და ძლიერ და რაღაც ესეთ მებრძოლებზე გაიწიოს, ან თუნდაც მახაჩევზე რო გაიწიოს, სად მახაჩევი და სად კონორი რეალურად, მაგრამ მაინც ალბათ უფრო lightweight-ისკენ გაიწევს და ძალიან ლოგიკური არის და კონორის კარიერაში ყოფილა ეგეთი ამბები, იმიტომ რომ Nate Diaz-ი 77 კილოგრამში welterweight-ში დაამარცხა და Eddie Alvarez-თან სატიტულო ბრძოლა ზუსტად 77-ში დამსახურებული გამარჯვებით მოიპოვა. ანუ 70-ში მაქამდე კონორს გამარჯვება არ ჰქონდა, რამდენადაც მე მახსოვს, პირდაპირ lightweight-ის გამარჯვება გაიწია. და lightweight-ის ჩემპიონი ამ ეტაპზე არის Justin Gage, რომელიც აი ძალიან დიდი სიხარულით დათანხმდება კონორთან ბრძოლას. აი, თან ხო money fight-ი არის, თან easy fight-ი არის და რავი, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს მაგ ყველაფრით რა. ზოგადად Justin Gage-ის ისედაც ბევრი ალტერნატივა აქვს ახლა ჩემი აზრით. იქ Oliveira-სთან რემატჩი შეუძლია, იქ Pedis-თან რემატჩი შეუძლია, Holloway თუ მოიგებს, Holloway-სთან რემატჩი შეუძლია, McGregor თუ მოიგებს, McGregor-თან ბრძოლა შეუძლია. ანუ ილიას გარდა ყველას ეჩხუბება რა, ჩემი აზრით და მაქსიმალურად გაწურავს ამ თავის სუპერ ვარსკვლავობას, რომ მეტი ფული იშოვოს და შედარებით მარტივი ბრძოლა ჩაატაროს და სტრიკი გაზარდოს რა, იმიტომ რომ კარიერის მიწურულს არის. შესაბამისად, კონორს დასაკარგი არაფერი არ აქვს ამ ბრძოლაში, პირიქით თუ მოიგებს ძალიან მაგარი ალტერნატივები ექნება და საერთოდ თუ გამიკვირდეს რომ კამარზე გაუშვან ისო გეიჯისთან, ისე ვიტყვი რა ერთხელ რომ კონორი იმიტოა კონორი რომ კონორია რა, ის მისტიკ მაკი არის, ის რაღაც რევოლუციონერი მებრძოლია, რომელმაც UFC-ს სხვა დონეზე აიყვანა, რომელსაც ამხელა დიდი fan base იყავს და როდესაც ამხელა დიდი fan base იყავს, ეგ იმას ნიშნავს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს ბილეთს, რომ შენ ბრძოლას დაესწროს, ძალიან ბევრი ადამიანი იხდის ფულს, რომ შენს ტრანსლაციაში რომ შენს ბრძოლას უყუროს, ეს კომპანიისთვის მომგებიანი არის, შესაბამისად კონორს შეუწყობენ ხელს რა თქმა უნდა და შეიცდებიან რაღაც დიდი ისტორია დაწევენ ამ ყველაფრისგან. მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ რაღაც სამართალი არსებობს MMA-ში, Holloway უნდა გადაუაროს კონორს მებრძოლს, რომელსაც 10 წელია რეალურად ნორმალურად არ უჩხუბია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი მსგავსი MMA-ის კონტენტისთვის და ავადროებით.